ხანდახან ჩიხები არსებობს ამ ურთიერთობებში. მაგალითად შეიძლება პირობითად პარტნიორები იყვნენ აი ორი ეგო მდგომარეობით, შობელი-შვილი და ეს მუდმივი ჩიხი არის, იმიტომ რომ მათი სცენარული, ესე ვთქვათ, გათამაშება მათი ურთიერთობების ერთ წრეზე ტრიალებს. მშობლის კრიტიკა არ არის აქ მნიშვნელოვანი ხოლმე, იმიტომ რომ ის მშობელიც ხშირ შემთხვევაში ტრავმირებული მოდის თავისი მშობლისგან. მართლა გაუცნობიერებლად იწვევს ამ სასჯელს, ელოდება, ან მიდის თავის სასჯელისკენ, ან პირიქით მას სჭირდება რაღაცა ტიპის მიტევება პირველ რიგში საკუთარი თავიდან და ეს დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი მე მგონი გენიალური წიგნი, სწორედ იმიტომაც არის, რომ მთელ ამ პროცესს ხსნის შესაბამისად. ანუ შენ არავინ შეიძლება არ ყავდეს დამსჯელი, შენი დანაშაული დაფარული იყოს, მაგრამ სინდის ვერსად გაექცევით. მშობლის ეგო მდგომარეობიდან და ბავშვის ეგო მდგომარეობიდან გამოსვლის, ასე ვთქვათ, უნარი ჩვეულებრივადაც შესწევს ყველა ადამიანს. მთავარია შესაბამისი კითხვები და თვითჩაძიება მოხდეს და სურვილი იყოს, რა თქმა უნდა. ეს არის სწორედ ეს ეგო მდგომარეობა ზრდასრულის, როცა შენ შეგიძლია იყო ის ვინც ხარ და ამისი უფლება გაქვს უბრალოდ მიღებული შენი თავისგან. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს „სასი ფსიქოლოგიური ტერმინი“, რომელსაც წარმოგიდგენთ ფასკუნჯი ფსიქოლოგიური სივრცე, მე მისი წამყვანი, ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე ვარ. ეს არის ჩვენი პირველი ეპიზოდი. ამიტომ ჩემი პირველი სტუმარი არის ფასკუნჯის დამფუძნებელი და დირექტორი, დრამატურგი, მწერალი და ფსიქოლოგი გურამ მეგრელიშვილი. დღეს გურამთან ერთად განვიხილავთ ტერმინს სამეგო მდგომარეობაზე ბერნის ფსიქოანალიზის მიხედვით, თუმცა მანამ რამდენიმე სიტყვით გეტყვით ჩვენს შესახებ, ჩვენ ფასკუნჯის სიახლეებზე და პოდკასტის კონცეფციაზე. გამარჯობა გურამ, კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ გილოცავ ამ კარგ წამოწყებას დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო ტერმინი გაიშლება შენს პოდკასტში და ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანები მოახერხებენ გაიგონ უფრო კარგად ამა თუ იმ ტერმინის უკან რა იმალება და როგორ შეიძლება გაიშალოს, ასე ვთქვათ, ეს ტერმინები. მადლობა. ალბათ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ამ წამოწყების მიზანიც, ჩვენი მიზანი და მისია შეიძლება ესე ითქვას, არის რომ ალბათ ვისაც ფასკუნჯის და შენ შესახებ ინფორმაცია აქვს, იცის რომ ყოველთვის ვცდილობ რომ სოციალური პასუხისმგებლობას, ასე ვთქვათ, თავს არასდროს არიდებ და ესეც შეიძლება ჩაგვეთვალოს ერთ-ერთ სოციალურ პროექტში, რომელიც ეხება ფსიქოლოგიის პოპულარიზაციას და ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, აქვე ისიც მინდა აღინიშნოს, რომ დასახელება თვითონ ასი ფსიქოლოგიური ტერმინი არის გურამ მეგრელიშვილის მოფიქრებული და დარქმეული, მას ძალიან მარტივად და კარგად გამოსდის კრეატიული დასახელებების მოფიქრება. რა მოლოდინები გვაქვს, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ და ვისთვის არის, მე ვთვლი, რომ ეს პოდკასტი გამოადგება ფსიქოლოგიის სტუდენტებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც არიან ფსიქოლოგიით დაინტერესებული და რაღაც შეიძლება ცხოვრების ამ ეტაპზე ხელი არ მიუწვდებათ კურსების გავლისთვის, თუმცა ისიც მინდა თქვა, რომ ჩვენთან ახლა მომავალი მიმდინარე კვირა არის ღია კარის დღე და თავისუფალი დასწრებები და უფასო, ასე ვთქვათ, ლექციები ჩვენ პერიოდულად გვაქვს ხოლმე და თვალი რო ადევნოთ ფასკუნჯის გვერდს და გამოიწეროთ, ხშირად შეხვდებით ხოლმე თქვენთვის მისაღები პირობებით სხვადასხვა კურსებს, როგორც ფსიქოლოგიის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით. რომ მივუბრუნდე პოდკასტის, ასე ვთქვათ, სტრუქტურას, როგორც უკვე ვთქვი, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისთვის არის ეს განკუთვნილი, ასევე არის იმ ადამიანებისთვის განკუთვნილი, ვინც იმ გამოწვევების წინაშე დგას, რა ტერმინებსაც მოიაზრებს ესა თუ ის სიტუაცია და ჩვენ ვეცდებით, რომ მათ მდგომარეობებს სახელი დავარქვათ და ჩვენ ეს ვიცით, რომ სახელი როცა ქვია რაღაცას, ბევრად მარტივდება და ბევრად ნათელი მოეფინება ხოლმე. ასე რომ იმედია ჩვენი სათქმელი სწორად მივა აუდიტორიამდე და კიდე ესეც მინდა აღნიშნო, რომ ამის დასახელება, გარდა იმისა, რომ შეიძლება პირდაპირაც გავიგოთ, არის უფრო კონცეფციაც. და შეიძლება კონკრეტულად 100-ს არ ნიშნავდეს. თუმცა 1000-ად შეიძლება ნიშნავდეს. შეიძლება ნიშნავდეს კიდეც. ხო, ნუ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი მიზანი მაინც ამ პროექტის არის ის, რომ ჯერ კიდე არსებული გარკვეული ტიპის სტერეოტიპები
ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში როცა არსებობს, ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, თქვათ, ამ პროფესიას, ამ პროფესიის წარმომადგენლებს. რაღაც თქვათ, ზოგი შიშით უყურებს, ზოგი ეჭვით უყურებს. არის. და შესაბამისად ერთ-ერთი მიზანი არის კიდევ ამ სფეროს წარმომადგენლების მოწვევა ამ სივრცეში, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და მათი გაცნობა, მათი მოსმენა და მე წინასწარ მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ სტუმარს, ვინც მოვა ამ სივრცეში და რომელიმე ტერმინზე ილაპარაკებს. ამ უფრო კონცეფცია მე ესე ვხედავ, რომ ალბათ ეს უფრო იქნება. კი, ესე არის და ასევე ჩვენ გვექნება მე ესე ვფიქრობ და შენს ყოველთვის გიყვარს ხოლმე ადამიანების მხარდაჭერა, ვფიქრობ, რომ პერიოდულად მოვიწვიოთ ხოლმე წარმატებული, თუმცა ამ ეტაპზე ნაკლებად ცნობილი და მათ შორის სტუდენტებიც ამ დამამთავრებელი. და მოხდეს მათი საზოგადოებასთან წარდგენა და ასე ვთქვათ, ინტეგრაციასაც შეუწყოთ ხელი. კი, ყველაფერი საიდანაც იწყება და ყოველთვის ესეთ შორს გავრცელებული სახელი ყოველთვის არ ნიშნავს, რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ის არის, ვთქვათ, ამ სივრცეში, ასე ვთქვათ რა. მე ძალიან ინტერესით დაველოდები შენ სტუმრებს, დარწმუნებული ვარ, რომ სია ვიცი რომ უკვე საკმაოდ გრძელია. ვიცი რომ უკვე შეთანხმებული გვაქვს ეს შეხვედრები და აუდიო ვერსიაც გვექნება ჩვენ ამ პოდკასტების აუდიოკასტების ვარიანტიც იქნება და აუდიოკასტებსაც ნახავს მე მსმენელი და მაყურებელი. და ეს დაიდება Spotify-ზეც და ასევე ჩვენს საიტზეც და writingschool.g. კი ბატონო, რადგან ფსიქოლოგიის სივრცეზე ვლაპარაკობთ, ისიც ვთქვათ, რომ ფასკუნჯში და შევქმნით, ანუ გამოყავით ცალკე, ასე ვთქვათ, დეპარტამენტივით, რომელიც არის ფსიქოლოგიური სივრცე, რომელსაც ხელმძღვანელებ მე და ძალიან მალე გვექნება ახალი პროექტები, შემსწავლელი კურსები და ასევე თერაპიული სესიებიც იქნება და ასე რომ სიახლეებს თვალი ეს გაბნეულად ესე ალაგ-ალაგ კეთდებოდა და ეხა კონკრეტულად თუ ვინმე საინტერესებს თო ხშირად ბევრ ადამიანს გონია რომ რა კი ეს writing school ქვია, მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობთ, ამ მიმართულებით მარტო არ მუშაობთ, არის ნამდვილად ეს მხარეც და მარიამის იდეა იყო რომ კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ფსიქოლოგიის მიმართულება, იმედი ესე გამოვა კიდეც. კი და ეხა გვაქვს მიმდინარე კურსიც, რომელიც 29 სექტემბერს იწყება, პროფესორი ლანა სულხანიშვილი გაუძღვება და განვითარების ფსიქოლოგიის დოქტორი, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი ლანა სულხანიშვილი და სურველებს ფსიქოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ რომ უკვე დაიწყონ ამ კურსით ჩვენთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ. ასევე მინდა ვთქვა, შევეხო ფასკუნჯის ლოიალობის ბარათსაც და ვერცხლის ბარათებსაც და ასევე ოქროს ბარათსაც. ჩვენ გურამი და მე ჩვენს ყოველთვის გადმოგვედომის ისეთ და ვცდილობთ ხოლმე რომ ადამიანებს რომლებიც ფასკუნჯის ერთგული მეგობრები არიან უკვე, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ესეთი კლიენტის და მომხმარებლის ურთიერთობა ჩვენ სტუდენტებთან, ისინი ფაქტიურად ჩვენი მეგობრდებით ხოლმე, იმიტომ რომ ესე ხდება რომ რაღაცნაირად ადამიანებიც ძალიან თბილები და კომუნიკაბელურები მოდიან და კეთილგანწყობილები და კი, მრავალმხრივები და ძალიან საინტერესოები და ჩვენც ასე ვთქვათ მადლიერების ნიშნად გვაქვს რომ ვერცხლის ბარათებს ვაძლევთ ხოლმე ამ ადამიანებს, რაც ითვალისწინებს რომ თითოეული ლექცია, რომელიც შესაძლოა 80 ლარი ღირდეს პირობითად და სხვადასხვა ფასი 19 ლარად შეუძლიათ და მიიღოთ მონაწილეობა და ჩაერთო და ნუ კიდე სხვა მრავალი ჩვენს საიტს და Facebook-ის გვერდს რომ მიადევნებთ თვალს, კიდე იქ ბევრ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ. ვთქვათ, ეხა კიდე რა გვაქვს მიმდინარე კურსები? მე მგონი სურველი თუ ვინმე საინტერესებს ისედაც ნახავს და დრო არ დავხარჯოთ ამ ამბავში. ბატონო, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ პირდაპირ ბერნის ჩვენს პოდკასტის სათაურის კონცეფციას მივუბრუნდეთ და ბერნის ტრანზაქციული ანალიზი ჩავშალოთ. ბერნი გამოყოფდა 3 ეგო მდგომარეობას და თვლიდა, რომ ადამიანი შეიძლება განიცდიდეს მშობლის, დასრულისა და ბავშვის ეგო მდგომარეობას. მშობელი არის და მივყვეთ, მოდი ცალ-ცალკე განვიხილოთ.
მაგალითად, მშობელის ეგომდგომარეობა არის ის ნორმები და წესები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასწავლილი და რომლის გავლენის ქვეშაც ვექცეოდით და ეს უფრო განპირობებულია ხოლმე რა ვისწავლეთ ჩვენი მშობლებისგან და ავტორიტეტებისგან ბავშვობიდან და მშობლის ეგომდგომარეობაც ორ ნაწილად იყოფა, ერთი არის მზრუნველი და ერთი კრიტიკოსი. რა ვისწავლეთ ან რა არ ვისწავლეთ, ან რა არ მოგწონდა, ესეც მნიშვნელოვანია ხოლმე ხშირ შემთხვევაში ჩვენ აი სწორედ ამ ხაზს მივყვებით ურთიერთობებისას და ბერნი ამბობს, რომ ამ სამი ეგომდგომარეობიდან ერთ-ერთი ყოველთვის ჩვენთან ერთად ტრიალებს და სხვადასხვა ურთიერთობაში სხვადასხვა ეგომდგომარეობით შეიძლება ადამიანი შევიდეს. ერთგან მშობელი იყოს, მეორეგან ზრდასრული, მესამეგან ბავშვის ეგომდგომარეობა გქონდეს. კი ბატონო. და რთულია ხოლმე ურთიერთობა, როცა სხვადასხვა ეგომდგომარეობაში მყოფი ადამიანებს უწევთ თითქმის რაღაცაზე შეთანხმება ვერასდროს ვერ ხდება. მაგალითად, ზრდასრულის ეგომდგომარეობაში მყოფი ადამიანი, როდესაც ელაპარაკება ბავშვის ეგომდგომარეობაში მყოფ ადამიანს, ძალიან რთულია, რომ რაღაცა საერთოზე შეთანხმდნენ, იმიტომ რომ ცალკე ბავშვის ეგომდგომარეობასაც კიდე ორი ქვე ჩაშლა აქვს ბერნის მიხედვით, ეს არის თავისუფალი, ანუ ბუნებრივი ბავშვი, რომელიც ორიენტირებულია უფრო მეტად იმაზე, რომ მშობელს თავი მოაწონოს და ესე მოსაწონი იყოს და საყვარელი ბავშვი იყოს და ასევე ადაპტირებული ბავშვი, რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში პროტესტსაც ძალიან აქტიურად გამოხატავდეს. სხვათა შორის ძალიან საინტერესო მოსაზრება არსებობს, აი წეგან შენ რასაც შეეხარო, სამსახურში შეიძლება იყო ზრდასრულის ეგომდგომარეობაში და სახლში რომ მიდიოდე, ბავშვის ეგომდგომარეობაში შედიოდე. მან საინტერესო არის კიდე მარიამ ბოდიში გაწყვეტინებ, მაგრამ ხანდახან ჩიხები არსებობს ამ ურთიერთობებში. მაგალითად შეიძლება პირობითად პარტნიორები იყვნენ აი ორი ეგომდგომარეობით, მშობელი შვილი და ეს მუდმივი ჩიხი არის, იმიტომ რომ მათი სცენარული, ესე ვთქვათ, გათამაშება მათი ურთიერთობების ერთ წრეზე ტრიალებს. აი ეს ყოველთვის პრობლემაა ხოლმე და ბერნი ამბობს, რომ პრინციპში ეს მისი ორიგინალური იდეა ალბათ არც არის იუნგის ხაზს მიყვება ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მხოლოდ ზრდასრულ ეგომდგომარეობაში ვითარდებით და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ხოლმე ამ სამი ლიანდაგიდან ყოველთვის რაღაც შუა ლიანდაგზე გადმოხვდეთ, როცა ადამიანს შეუძლია იყოს ის თვითონ რაც არის, როგორიც არის და დააკვირდეს ამ თავს. ანუ სხვის ნაცვლად არ იცხოვროს, ასე ვთქვათ. მართალია, ანუ უფრო ფუნქციური და ეფექტური ადამიანი არის, როცა არის ზრდასრულის ეგომდგომარეობაში. აი მაგალითად რამე რჩევა რომ მივცეთ თუ არის თუ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მოვიფიქრე. მოდი მე ვილაპარაკებ აი სცენარული თვალსაზრისით. აი ძალიან საინტერესო იქნება. თვითონ ბერნიც ცხოვრების სცენარებს განიხილავდა რაღაც კონკრეტულ სცენარებს, რომელშიც ჩვენ ხშირად ვიმყოფებით ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, რაც ერიკ ბერნს აქვს, მე რაც ძალიან მომწონს, ეს არის ერთი კონკრეტული ზღაპრის მიხედვით ყვება მოკლედ კონკიას როლში მყოფი ოჯახის წევრის ისტორიას, როდესაც მისი გარემოცვა, მისი მშობელი და თქვა დედმამიშვილები მას რაღაცა გარკვეულ ტიპის ტვირთს ადებენ და აიძულებენ რომ ვიღაცის მსახური იყოს. და ბერნი ამ სიტუაციას როცა ყვება ამ სცენარულ ცხოვრებისეულ სცენარს როცა განიხილავს, ამბობს რომ შანსი კონკიას არ აქვს გამოვიდეს აქედან თუ ის არ გადავა სწორედ ამ ზრდასრულის ეგომდგომარეობაში, როცა მას შეუძლია რაღაცა თვითონ გადაწყვიტოს რა. როცა თავად უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, სადღაც ხო თქვას, სადღაც არა თქვას რა. და აი ეს სცენარები ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ფასკუნჩი რა კი გვაქვს წერითერაპიის პროგრამა, ამ წერითერაპიის პროგრამაში, ჯგუფურ პროგრამაში სწორედ აი ესეთი ტიპის სცენარების პოვნას აღმოჩენას ვახერხებთ ხოლმე. შემდგომ ამ სცენარის ანალიზი ხდება და პოულობთ ჩვენი ცხოვრების სცენარი, რომელია, რა ტიპის პატერნებში გვიწევს ცხოვრება, როგორ უნდა გადმოვიდეთ აქ და გამოვიდეთ, ასე ვთქვათ, ამ მდგომარეობიდან და როგორ უნდა დავწეროთ ჩვენი საკუთარი სცენარი. საბოლოო ჯამში თითქოს ყველა სცენარი ერთმანეთს გავს და სულ რაღაცა პირობითად რაღაცა რაოდენობის არის თითქოს, მაგრამ მთლიანობაში რომ მე იმ აზრს ვეთანხმები, არ მახსოვს ავტორი ვინ არის, მაგრამ ესეთი აზრი მოვისმინე, რომ 99.9% ადამიანს მართავს სწორედ ეს სცენარები და ბიოლოგიური მოცემულობა, მაგრამ აი ეს 1%, 0.1% რაც რჩება, ეს არის სწორედ ის თავისუფალი ნება, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს რაღაცეებზე ზემოქმედება მოვახდინოთ. და აი ამ თვალსაზრისით მე ბერნის ეს თეორია ძალიან მომწონს, ძალიან ჰუმანური ადამიანი იყო, ვინც მისი ბიოგრაფია იცის.
და მეთანხმება ძალიან კარგი მოაზროვნე იყო და მე ეთყობა განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს რომ ლიტერატურასთან ვაკავშირებ მის ასე ვთქვათ ამ თეორიას და არის საოცარი ხედვის მოკლედ ადამიანი. ქართულად არის ნათარგმნი ეს წიგნი, მაინც და მეც კარგი თარგმანი არ არის სამწუხაროდ, ვინც ინგლისურად კითხულობს ან რუსულად კითხულობს, მე ვურჩევ რომ ამ ენებზე წაიკითხონ. ეხლა ანტირეკლამას ამ წიგნს კი არ უკეთებ, მაგრამ ორივე ენაზე წავიკითხე და მიმაჩნია რომ რაღაცა თემები მაინც კარგად ვერ იყო ქართულში გადმოტანილი. კი ბატონო. აი წერითი თერაპია რამდენად შესაძლოა ეფექტური იყოს, სწორი ეგო მდგომარეობა, სწორი ამ შემთხვევაში ყოველთვის დასრული ითვლება ხოლმე და რამდენად თერაპიულია მაგალითად ეს წერის პროცესიც და რამდენად შესაძლოა რომ ეს ჩიხიდან გამოგიყვანოს და თქვა უფრო მტკიცედ იყოს დასრულ ეგო მდგომარეობაში. წერა ძალიან თერაპიულია ბევრი თვალსაზრისით და პირველი ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა რატომაც წერა თერაპიული არის ის რომ წერა არის სტრუქტურირებული. ანუ წერა ვერ იტანს ქაოსს. იმიტომ რომ აზრი თუ არ ჩამოყალიბდა და ეს ქაოტურად ნაწერი არ არის, ხო? ნუ ეს რაღაცა ის მიმობნეული მინაჯღაპნია ასე ვთქვათ სადღაც. შესაბამისად, როცა შენ რაღაცა შენ ცხოვრება სტრუქტურაში აქცევ, გაქვს საშუალება რომ დააკვირდე. მეორედაც დააკვირდე, მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ წაიკითხო და რაღაცები უფრო სხვანაირად დაინახო, ეს ერთი. მეორე, რომც არაფერი დაინახო, როცა წერ ტვინი თავის საქმეს ისე ავტომატურ რეჟიმშიც აკეთებს და რაღაცა თემები ავტომატურად ლაგდება. გაცნობიერებები უფრო სწრაფად ხდება და აი ბერნის ირგვლივ ტრიალებ ერთი ესეთი მაგალითი აქვს მოყვანილი, მისი ერთი პაციენტი ქალი იყო, რომელიც ჰქონდა ესე ფაქტორად ორი ცხოვრება, სასმელ დამოკიდებული იყო და პერიოდულად ესე იგი თვრებოდა და მე დილით ჩანთაში პოულობდა ვიღაცების ტელეფონის ნომრებს, რაღაც ნივთებს, სხვა მამაკაცების და მოკლედ ძალიან შეწუხებული იყო, ვერ ხვდებოდა რა სჭირს. ანუ როგორ ცხოვრობს ისე რომ არაფერი არ ახსოვს. და აი სწორედ ამ წერის შედეგად რაღაც სიუჟეტი მოაფიქრებინა, როგორც მახსოვს ერიკ ბერნმა და ამ სიუჟეტის ანალიზისას გაირკვა რომ ამ ქალს ეს ბავშვობაში დასწავლილი ესეთი ქცევა ჰქონდა, როდესაც მას ასე ვთქვათ მშობლები არ აქცევდნენ ყურადღებას, შესაბამის ყურადღებას და მისთვის ერთადერთი საშუალება იყო რაღაცა ფორმით მოეწონებინა მშობლებისთვის თავი. და ეს ფორმა მერე სხვა ურთიერთობებში გადაიტანა, მის თანატოლ ბიჭებს ასე ვთქვათ საკუთარი სხეულის სარგებლობის უფლებას აძლევდა და ამით იღებდა ასე ვთქვათ გარკვეული ტიპის აღიარებას. და ამას დასასრული უნდა ქონოდა და ბერნს ეს ძალიან მაგარად აქვს, აი ზუსტად ლიტერატურულად არის დასაწყისი აქვს ყველაფერს, განვითარება აქვს, კულმინაცია აქვს და ყველაფერს ჭირდება დასასრული და ბერნი ამბობს რომ ორი დასასრული შეიძლება ქონოდა ამ ისტორიას, იმიტომ რომ ადამიანს დანაშაული შეგრძნება ყოველთვის აქვს, როცა რაღაც მორალური ჩარჩოდან გადის და ბერნი ყვება ესეთ ისტორიას, რომ ამ ქალის დასასრული უნდა ყოფილიყო ორი, ან თვითმკვლელობა, ან სიმულაციური სიკვდილი. სიმულაციური სიკვდილი ეს არის სწორედ ეს ალკოჰოლ დამოკიდებულება, როდესაც ის ამ რაღაცას ივიწყებს, რომ სასჯელი არ მიიღოს. და ხშირად მე ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია და ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ შემთხვევაში ადამიანი მართლა გაუცნობიერებლად იწევს ამ სასჯელს, ელოდება, ან მიდის თავის სასჯელისკენ, ან პირიქით მას სჭირდება რაღაცა ტიპის მიტევება პირველ რიგში საკუთარი თავიდან და ეს დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი მე მგონი გენიალური წიგნი, სწორედ იმიტომაც არის რომ თელ ამ პროცესს ხსნის შესაბამისად, ანუ შენ არავინ შეიძლება არ ყავდეს დამსჯელი, შენი დანაშაული დაფარული იყოს, მაგრამ სინდის ვერსად გაექცევი და ეს სინდისი დაყვება მთელი ცხოვრება და ითხოვს აღსრულებას. უბრალოდ დოსტოევსკი რატომღაც ამ ხაზს მიყვება და ამბობს, რომ სასჯელი უნდა მოყვეს აუცილებლად საპირწონე დანაშაულს. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასჯელი არ არის, მიტევებასაც აქვს, პატიებასაც აქვს აი ეს თავისი მაყურებელი ეფექტი. შესაძლოა, ანუ ეს ქვეცნობიერად არაც გაუაზრებლად სასჯელს იმიტომ ითხოვენ და ისე იქცევიან, რომ მიმტევებელი არავინ ყავს, საკუთარ თავზე მიტევება, უფრო ნაკლებად არის მიტევება. ისე ბერნის მაგალითს მოვყვები, ბერს აქვს კიდევ ერთი ესეთი საინტერესო ისტორია, მე მგონი მაყურებელი მოეწონება ეს ამბავი. მას ყავდა პაციენტი, რომელიც იყო ნარკოდამოკიდებული. და ეს პაციენტი სხვა ფსიქიატრებთან მკურნალობდა და მისი შედეგი არ დგებოდა არანაირად და ბერნი აღწერს, რომ მოკლედ ჩემთან იყო მოსულიო და მეორე შეხვედრაზე ერიკ ბერნმა ამ
კონკრეტულ პაციენტს უთხრა რომ შენ აღარ უნდა გაიკეთო წამალი და ეს ნუ ისე უთხრა რომ ამ ადამიანმა მამაკაცი იყო მართლა დაანება თავი ნარკოტიკის მიღებას შეეშვა და მე საუბრებში გაშლილი აქვს ეს ამბავი რომ აქამდეო რატო არ ანუ რატო შედეგი არ დგებოდა არავის არ უთქვამს ჩემთვის პირდაპირ რომ არა ხო როგორ უთხრა ეს რა მე უფლებას გაძლევ რომ შენ დაანებო ნარკოტიკს თავი ანუ ეს რაღაცა მისთვის თითქოს ტვირთი იყო რომ ეგეთი სცენარული ამბები არსებობს ერთ-ერთი სცენარი არის იმპრინტი ქვია ამას რომ არის არსებობს ასე ვთქვათ მოკვდი და სწორედ აი მოკვდის სცენარს ხანდახან ზოგიერთი ადამიანი ქვეცნობიერ დონეზე მიყვება და აი ამ სცენარს ხვის დაწერილ სცენარს ასრულებს ისე რომ თვითონაც არ შეუძლეს სხვანაირად არსებობა არ შეუძლია რაღაცა ტვინში ჩაუდეს აღზრდის სისტემისას ეს ყოველთვის მშობელი არ არის. მშობლის შემცვლელი შეიძლება იყოს. შეიძლება ეს იყოს ვიღაცა მისი მასწავლებელი, შეიძლება იყოს გარემო, შეიძლება ბიძა და ასე შემდეგ რა. ამიტომ ადამიანი ამ თვალსაზრისით ცოტა მოწყვლადია ხოლმე და ხშირად ალბათ უნდა გაუგოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ამბავია, რომ ხშირ შემთხვევაში აი ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის ან თუნდაც რაღაც სხვადასხვა ფსიქოლოგიური აშლილობის მქონე ადამიანისთვის ეს ხსნის ერთადერთი საშუალება და ფორმაა. ჩვენ მათ განვიკითხავთ მარტივად ვამბობთ რაღაცა ბეჭედს დავასვამთ ხოლმე, მაგრამ ესე ყოველთვის არ არის რა. კი, როგორც მიიჩნევა, 7 წლამდე ასაკი არის რაღაც ესე კრიტიკული, სადაც ფაქტურად იდენტობა ყალიბდება, ანუ ესე როგორც ამბობენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვი, მშობლის კრიტიკა არ არის აქ მნიშვნელოვანი ხოლმე, იმიტომ რომ ის მშობელიც ხშირ შემთხვევაში ტრაუმირებული მოდის თავისი მშობლისგან და ის კიდე თავის მშობლისგან და მან ესეთ სცენარით ისწავლა ცხოვრება. და ასე რომ ჩვენ აი დასრულის ეგ მდგომარეობა სწორედ ამას გულისხმობს, რომ მე პირობითად აი თეატრალურ იმას გავს, წარმოდგენას გავს. წარმოიდგინეთ, რომ დიდი მსახიობი რითი განსხვავდება პატარა მსახიობისგან. ნახეთ, პატარა მსახიობი, თუნდაც კარგი მსახიობი, სცენაზე როდესაც დგას, ის დაზეპირებულ ტექსტს მიყვება და პარტნიორმა რომ რაღაცა სხვა გააკეთოს, ეს მაინც მიყვება თავის დაზეპირებულ ტექსტს და სხვანაირად არ შეუძლია. მაგრამ ესე იგი აი დღეს უსმენდი ეროსი მანჯგალაძეს გაუკეთებია ესეთი რაღაც რომ უნდა გამნათებელთან ელაპარაკა თბილისი დინამო არარატის მატჩის შესახებ და ვერ ჩაიგდო დრო ხელში და როგორ ახლა სპექტაკლს თამაშობს და უნდა ელაპარაკოს ამაზე ის კაცი სომეხია და უნდა რაღაცა გააკეთოს და თოპს ისვრის სცენაზე და მე ყვება რომ ნახეთო როგორი ტრაექტორიით წავიდა ბურთი სადღაც ზევით იშვერს ხერს ბურთი კი არა ტყვიაო რომ ისეთი რა ქვია ჩიტი ჩამოაგდო ზევიდან რომ ფაქტობრივად ის მოუყვა რაც მოხდა მოედანზე ანუ ეს არის სწორედ ეს ეგო მდგომარეობა ზრდასრულის როცა შენ შეგიძლია იყო ის ვინც ხარ და ამისი უფლება გაქვს უბრალოდ მიღებული შენი თავისგან და შენი ასე ვთქვათ აი სოციუმისგან სადაც ბატონო ასე რომ ანუ მშობლის ეგო მდგომარეობიდან და ბავშვის ეგო მდგომარეობიდან გამოსვლის ასე ვთქვათ უნარი ჩვეულებრივადაც შესწევს ყველა ადამიანს მთავარია შესაბამისი კითხვები და თვითჩაძიება მოხდეს და სურვილი იყოს რა თქმა უნდა მაგალითად ერთი მაგალითიც არსებობს რომ შეიძლება ადამიანი რომელიც სამსახურიდან ბრუნდება დასრულის ეგო მდგომარეობაში და სახლში ხვდება მაგალითად ან მშობელი ან მეუღლე არ აქვს მნიშვნელოვანი ბავშვის ეგო მდგომარეობაში და ის რაღაცა ამას დასვენება უნდა დასრულია დაიღალა და უნდა დაისვენოს და ის ეუბნება რომ ხა ის გააკეთე და ძალიან მნიშვნელოვანია მაგ დროს ალბათ ესეც შეიძლება კაია რომ ვთქვათ რომ არ აყვეს ბავშვის ეგო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, იმიტომ რომ ყოველთვის ცოტა უაზრო კონფლიქტამდე მივა და გაიაზროს თავისი როლი, გაიაზროს, იმიტომ რომ დასრულის პოზიციიდან უფრო მარტივია გაიაზრო სხვისი როლი, ვიდრე ბავშვი ცოტა ჭირვეული მდგომარეობა და არ გაიაზრებს ნაკლებად არის შესაძლებელი რომ გაიაზროს და ან გაერიდოს იმ მომენტში. ყურადღების მიკრობისთვის ჭირდებოდეს. კი, და უბრალოდ გაიაზროს, განერიდოს, შეიძლება იმ მომენტში არ უპასუხოს და ასე ვთქვათ, ესეთი კონფლიქტური სიტუაციებიც შეიძლება რომ ავირიდოთ. ოჯახის წევრებთან ცოტა რთულია ხოლმე დამეთანხმება მაყურებელი. იმიტომ რომ ოჯახის წევრი მაინც რაღაც ისეთია, სადაც მუდმივად ყავს. თქო, სამსახურში ამის გაკეთება უფრო მარტივია, მაგრამ ოჯახში ყოველთვის რთულია. ერთადერთი ტექნიკა შეიძლება იყოს ის, რომ ყველამ უნდა მოუძებნოთ ჩვენი რაღაც წერტილი. მაგალითად, საპირფარეშოში შესვლა, იქ შევალ და გამოვალ და შეიძლება იქ 1.5 საათი შევიდიან, დასარეკი მაქვს და მე
მე გაგცემ პასუხს. ანუ დრო გაახანგცლივა. აი ბერნის მიხედვით ეს სცენარიდან ამოვარდა და ძალიან საინტერესო ტექნიკას გვთავაზობს ერიკ ბერნი. ამ ამბავს ყოველთვის ხვდები ხოლმე, რომ ესეთი ამბავია, ნახეთ, როდესაც მე და შენ თამაშობთ ამ თამაშებს, რომელსაც ესეთ მის წიგნია თამაშები, რომელსაც ადამიანები თამაშობენ, ხო? ჩვენ რაღაცა როლში ვართ. მე თუ ვთქვათ, მშობლის ეგო მდგომარეობაში ვარ და შენ ბავშვის, მუდმივად შენ შემიღიტინე, მე გეჭხუბე, მე შევრიგდით რაღაც მუდმივად ესე არის. და ბერნი ამბობს, რომ ეს გავს რაღაც დონეზე მსახიობების თამაშ სცენაზე. და საკმარისია ერთ-ერთმა მსახიობმა სიტყვები შეცვალოს. აი ეს ისტორია მომყავს ხოლმე, ის არა ქვია, ოტელოდან, რომ ოტელო გამოდის, ილოცე დეზდემონა, დეზდემონა არ მე არ დამიშავებია ოტელო, რაღაცა მაშინ სად არის ხვირსახოცი დედაჩემის ნაჩუქარი და აღჭობს. და საკმარისია რომ ერთხელაც დეზდემონა უთხრას რომ ეხლა ძალიან დაღლილი ვარ და ჩაის მოგიტანა ყავას ოტელო უბრალოდ იბნევა რა ანუ მას აღარ რჩება ის სივრცე რომ გააგრძელოს კომუნიკაცია ხანდახან მარტივ გაღიმებასაც კი შეუძლია ყველაფრის შეცვლა იმიტომ რომ რა ხდება იცი რომ იმ სცენარიდან ამოვარდნილები ვართ და ამის მოხერხება მხოლოდ ეგ დასრულებულ მდგომარეობაშია ხოლმე შესაძლებელი კი ნამდვილად მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი საინტერესო ინფორმაცია. კი, იმედია მსმენელისთვის იყო საინტერესო. აი ეს ძალიან ღრმა თემაა, ეხლა ჩვენ მაინც ზედაპირულად ვილაპარაკეთ ამ ამბავზე, მაგრამ ვისაც აინტერესებს, ჩვენთანაც შეუძლია მოვიდეს დაესწროს სხვადასხვა კურსს და რა ვიცი, საინტერესო ლექციებს მოისმინენ ამ თემაზე. მადლობა, რომ გვიყურეთ. დაგემშვიდობებით. და გვისმინეთ. კი, გვიყურეთ და გვისმინეთ. კომენტარებში დაგვიწერეთ, რა ტერმინები გინდათ, რომ შემდეგ გადაცემებში განვიხილოთ და შევხვდებით მომავალ პოდკასტში. მადლობა რომ მომიწვიე მარიამ. მადლობა რომ მოხვედი.